მე ვარ ნუცანა ამარაძე, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოენების ფაკულტეტზე, ვარ 18 წლის. მოკლედ დღეს უკვე მესამე ჩამოვედი ლიფტში. მე ვარ ელაყი რიმლიშვილი, ვარ პროფესიით კოსტიუმების დიზაინერი და ვარ ხასით ძალიან მხიარული და მიყვარს ძალიან ძიების გაკეთება. წინა ტურებთან შედარებით მე მგონი უფრო ბევრად პასიური ვიყავ, ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ რაღაც ცოტა რაც ჯერისერთი გოგო თუ შემხვდებოდა არ მეგონა ნამდვილად და მაინც უფრო ესეთი მომენტია რომ სხვანაირად ვიყავი თუმცა ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო მაინც ყველაფრის დამეუხადავად და მე მგონი ეს ერთნაირად ვიყავით რა დავხმაროთ. სამივე ტურში ვიყავი ბუნებრივი, არ ვცდილობდი რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა, ან რაღაც განსაკუთრებულად მოქცეულიყავი. მე ყველანაირად ვიყავი დამოკიდებული იმაზე თუ როგორი პარტნიორი შემხვდებოდა. და ამის დამეხებით ამეწყო ურთიერთობა. მაგების შანსი კი ნამდვილად ვფიქრობ, რომ მაქვს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ძალიან გადაჭარბებით ხა არც ჩემი პარტნიორი იყო მაინც და მაინც ძალიან აქტიური და მეც შეიძლება ითქვას არ ვიტყვი რომ მას ჯავნიდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად მაინც ვცდილობდი რომ რაღაც საინტერესო რაღაცებზე გვესაუბრა და გვალაპარაკა. შანსი ვფიქრობ რომ თანაბარი გვაქვს ორივე შანსებზე ლაპარაკი, ესე ძალიან ყველა ეტაპზე მე მქონდა თანაბარი შანსი, ესე ვფიქრობდი ყოველთვის და ესე ვფიქრობ ამჯერადაც და ნუ გადაწყვეტილება არ ვიცი როგორ იქნება მაყურებლის. და როგორ მაშინ არა და ლიფტში გაჭედვა ვერ ვიტან. არ გიყვარს. არა, თან შუქი რა ქრება და რაღაცა და ძალიან ცუდად მოქმედებს. კლაუსტროფია გაქვს ესე იგი. უხეობა ხო არა გაქვს? არა, ჩაკეტილი სივრცის არ მეშინია, საერთოდ ლიფტი და რაღაც გაჭედვა და ხო არა, სასიმონო არა რა თქმა უნდა ეხლა. ხო, ვისთვის არის ეს? ის არა. შიშები არა მაქვს საერთოდ. არა, შიშები არც. თვითმფრინავით ჯერ არ მიმგზავრია და არ ვიცი მაგ მხრივ, მაგრამ არ მგონია მქონდეს. არა, იქ უფრო წნევის შეგრძნება რა, რო ადიხარ. შენ ხარ ნამგზავრება, სად ყავ? ხო, ბათუმში ვარ გადაფრენილი. ეს რო ხო, და მე საჰაერო ღრმულებში და რაღაცებში ვარდება თუ არა. არ ვიცი მაგდენ. მან უცა შენ? ლელა. რა? ლელა. ლელა ხო? ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. საინტერესოა რამდენი ხანი მოგვიწევს ხა ყოფნა. კაი და რა შევს სხვა სად მიდიოდი? რა საქმე მქონდა თან და ეხა ისე არ გამიხარდა რომ გავიჭირე რაღაცა. შენ საჩქარო? საჩქარო კი, მაგრამ შენ საით? მე რა ვიცი, მე ამ ხანაკთან მივდიოდი. მოგვიწევს ცოტა ხანი ერთად ყოფნა. ხო, ნუ მე საჩქარო ყოველ შემთხვევაში არაფერი არ მოხსოვს, რომ არაფერი არ დაშავდება მაგითი. იმედია შენც არ დაგიშავდა. არა, იმედია. არანაირად. კარგია. რაღაც ისეთი დიდი კომფორტული ლიფტი ჩანს. კი, სარკეც არის. რაღაც სუფთა ლიფტიც არ განათებაც კარგია. ასე რომ არანაირი იშვიათია ცოტა არ იყოს სუფთა ლიფტები დღესდღეობით. მაგრამ ჩვენ ხომ მოგვიწია რაც თავარი. სუფთა ლიფტში ყოფნა, ასე რომ კიდევ არის. კიდევ. და რა საქმეა? რამდენი წლის ხარ? 26. 26? საერთოდ არ გეტყობა. მადლობთ. დავთარებული გაგწავა. შენ რამდენი წლის ხარ? 18-ის. Так, პროფესია? პროფესია, ახლა ვსწავლობ ამერიკანისტიკას. ხო, შენ რა დაამთავრე? კოსტიუმების დიზაინერი ვარ ხატო. და მოდელირება დაამთავრე. ეგ სამხატვროში? არა, უნივერსიტეტში დაამთავრე, ჯავახიშვილში. ხო, მას სასაუშო. და ახლა რა საკეთებ რამე სტუდია გაქვს? ჩემთვის ვაკეთებ. ხო, რაღაც. ხა სერიოზული არაფერი ვარ რა, ჩემთვის ვაკეთებ რაღაც. ჯარის შაკვეთებ და რაცავი არა გაქვს? რატოს ვაკეთებ ჩვენ ჩანახატ გამოფენამდე გავაკეთო ახლა სექტემბერში და რამდენად გამომივა არ ვიცი ახლა ისიც მინდა რომ გავაკეთო ახლა მარტო ისენი არ მინდა რომ ჩანახატები რო იყოს და რაღაცა მინდა რომ იყოს რაღაც ყველაფერი ერთად კოლაჟებიც იყოს რაღაც სანახაობრივად იყოს ლამაზი აი ესეც სტანდარტული არ მინდა რომ შეხვალ და რაღაც სტანდარტულად და დაათვალიერებ და აი ხა ბევრჯერ მქონია ეგ ემოცია გამოფენებზე რო ყოფილა რომ შევსულ არ და
ხო ეს ჩამოვიდი ხო სახერა ისეთი რომ თან არ გინდა რომ ვიღაცას რაღაცას მენ ხო კი კარგია რა მომწონს ხო ეს ძალიან ხშირად ყოფილა ხო ეგეთ გამოფენებზე ყოფილა და გავაძლევი საერთოდ არ გემახსოვრება ეხა იმაზე ხო ლაპარაკი შეგიდა რომ ეფექტური ხო ეხა იმაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ რომ იმის სახელი და გვარი და გამახსოვრდეს და ვინ არის და რა არის ეგ მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია იმაზე ვიცახი რა ემოცია უნდა ქონდეს რაღაც კაი შთაბეჭდილება და დაგიტოვოს და კარგად გააფორმებ ალბათ მუსიკით და რაღაც ეგეთი რაღაც თვითონ თან დაადიმშობა ისეთ როგორც პლაკატს როგორი გექნება თვითონ ხო რა თქმა უნდა და რა გინდა სანამ ბარ გალერეაში თუ არ ვიცი ხა ჯერ ახლა ეგ არ გადამ იმაში ვარ მუშაობის პროცესში ვარ ნახოთ ახლა რამდენად ანუ ზაფხულში იმუშავებ და მერე გააკეთებ აი სექტემბრისკენ მინდა და არ ვიცი როგორ გამომივა და აქ ჩავი ზაფხულში არა ზაფხულში სხვაზე სხვაზე წავალ ნუ ახლა 10 დღით 2 კვირით ხო ნახოთ მასე დაისვენებ და შენ საით ზაფხულში მეც სხვაზე მინდა კი მინდა და ვაპირებ და ნახოთ და ჩემში კიდე დაბაში ახალ დაბაში მაქვს სახლი და ეს მიყვარს გვიჟდები და ბოლოწრები არ ყოფილვარ სულ ზღვაზე დავდიოდი და მოვენატრა ძალიან მაგრა და თუ წავედი კარგი იქნება აი რაღა დარჩა უკვე მოვიდა აგვისტო და ეგა ხო ბოლო სულ რომ მოდის ზაფხული სულ ფიქრობ რომ აი ზაფხული კიდე წინ მაქვს რა არის გავა ივლისი აგვისტო და მორჩა მე კიდე ისე ვფიქრობ ხოლმე რომ მინდა ადრე გავიდე ქალაქარე და მე ყოველ წელს გეგმავ რომ ივლისში უკვე წავალ და მთელი აგვისტოც და სექტემბერიც მაგრამ ესე ხდება რომ შემორჩობ ხოლმე მინდა ყოველთვის ჩემებურად გავაკეთო არ მიყვარს რა ეს სტანდარტულად რო აცვია ყველა და სტილო ყოველ შემთხვევაში რამდენად გამოდის თან ახლა ვიცომა და პროფესია არა ისედაც სკოლის პერიოდში სანამ ავარჩენ მაშინაც მიყვარდა ყოველთვის რაღაც ისე სხვანაირად არ მიყვარს ეს სტანდარტულად რო აცვია ხა სტილო და რა ვიცი რამდენად გამოდის ახლა და გიყვარდეს თან ახლა ესეთი სიტუაციაა რა მართლა ყველას ერთნაირადაც ერთი სტილია რა შემოსული. არა, ახლა უფრო აი ამ ბოლო პერიოდში უფრო შედარებით ხალხმა გაიხადა ეს შავი ფერი და აცვიათ რაღაც ფერადები და უფრო ყველა ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ კარგად გამოიყუროს განსხვავებულად. ადრე ძალიან იყო რომ ერთმანეთი ახლა სამაგიერად სულ ის არის დახეული შარვლები და კეტები. ნუ უფრო პრაქტიკულია. ხო, პრაქტიკული არის, მაგრამ საჭიროა დახეული მაინც და მაინც ვარ ხვდები. მე რომ ეცვა ხოლმე დახეული და რაღაცა არავის არ იცოდა, რაღაც ყველა ესეთი აკვირდებოდა და ვაიმე და რამე და რა შემოვიდა, ახლა აღარა მოქვს სურვილი და ჩავიდე. და შენ დახეული ჯიცები გესვა, მაშინ არ იქნებოდა. ეხლა ეს გასაკვირი რატო? პატარა ხარ. პატარა ხარ და არ იქნებოდა გასაკვირი. არა ხა, მაგრამ მე იქიდან გამომდინარე მეცა რა რაღაც თან როკი და რაღაც და როქსს. ხო, როქსს მანდა. მაშინ არ იყო ესეც საიტში და ახლა კიდე ყველას გავცია. ერთი პერიოდი იყო ჯაჭვები. ძალიან ყველა ჯაჭვები. დიდი პატარა. ხო, აი ესე გაგან. ახლა ჯაჭვები ცოტა გადავიდა, კეტები და ჯინსები დარჩა. არა, ეცოთ რა პრობლემა, პირიქით მართლა პრაქტიკულია. ყოველდღიურობაში მე ყოველდღიურობაში ძირითადად ბოტასები, კეტები და ეგეთ სტილად მომწონს. უფრო კარგად თავს. დოდადი და რაღაც. აი რაც კაბას არ ვირკებ იმდანად. ვიყიდი ხოლმე. მე დავდებ და არ არსებობს რომ ჩავიცვა ძალიან იშვიათად. მაგრამ ამას წინა ზუსტად ჩემი მეგობრები იყვნენ მოსულები ჩემთან და ეს დღიურები გამოდებული მქონდა ზალაში და აიღეს და დაიწყეს კითხვა ხმამაღლა და ნუ ჩვენაც იქ ვიცინეთ და ვიკაიბეთ. აკითხებს ხოებს შენ ჩანაწერებს? არა, იცი, არ მოყარს, მაგრამ ეხა ის ისეთი პონტი იყავს. დღეს მე ვიყავი მუსიკაზე. მუსიკა არ მიხსენე ხო? დღეს მასწავლებელმა დამიწერა 3-5-იანი. რაღაცა დღეს არ წავედი სკოლაში, იმიტომ რომ გაციებული ვარ და აი ყველაფერი. მე 10 კლასზე ბავშვს, მე 10 წლის ბავშვს სხვა რა უნდა დაწერო. ხო, აი კიდე კარგად წერდი მამგანი და ზოგან ეწერა ზოგwardზე, ნუ იქ ისეთი დათარიღებული იყო და ზოგwardზე წერია. დღეს არაფერი საინტერესო არ მომხდარა. რაც მაგეთი ჩანაწერა. მაგას იცი რა დისწერდი ხოლმე, რაცა მავიწყდებოდა შავსება და მეორე, მესამე, მეოთხე დღეს ინა დღეებზე ახლა რა არ გამომეტოვებინა და რაღაც წერდი და დღეს გუშინ წინ და რა სხვა დღეს არაფერი საინტერესო არ მომხდარა, ტოვებდი ის. მინდა რომ გავაკეთო რამე ესეთი ნაწარმოები და უფრო ავტობიოგრაფიული ნაწილობრივ, თუმცა
აი ის მაბრკოლებს რომ არ ვიცი ხალხს რამდენად დაინტერესებს ხა ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება შელამაზებული ცოტა მართალია რაღაც შენ დაწერე ის რაც შენ გძნობ და შენ ესე რომ გათვალო რომ ას მოეწონება მკითხველს და ესე დავწერო შეიძლება პირიქით შეცდეს შენ და ისეთი დაწერო რომ საერთოდ არ მეგონოს რომ ეს მოეწონება და რაღაც ბესტსელერი გახდება მაგრამ არ გახდება თან ხა ისეთი სტილი მოქვს რომ ძალიან თავისუფლად უწერ, ანუ თავისუფალი ენითაც და რაღაც და არ შეიძლება ბევრში გაღიზიანება გამოიწვევს, ხო ძალიან ისეთი უხეში შედარება. წადი პერმარათონში და იქ გაგიმართლა. ეს არის 10 წლის ბავშვი, 18 წლის ბავშვი იყო რომ მოიგო ერთხელ. თუ 9 წლის გოგო იყო, რაღაც რომ მონაწილეობა რომ მიიღო. 2-3 წლის წინ ჩავაბარე ჩემი ნაწარმოები და აღონდ ისეთი პონტი იყო რომ დიდი უნდა ყოფილიყო და დავაკავშირე ჩემ რამდენიმე პატარა მოთხრობა და მეგონი არა ეწყო კარგად და მაგიტო არ გავსულო ვერ გავედი და თავიდან რომ დამეწერა დამეზარა თან ისეთი პონტი იყო რაღაცა და აგათი ამბები და თან მინდა რომ ეს დღიურობის ისიც არ იმას ქნას რა არ დაიკარგოს იმიტომ რომ იმდენი მაქვს იმდენი რაღაცები მიწერია უბრალოდ მაგ შენ გინდა რომ დაიკითხოს ხახმა შეიძლება რაღაცები კი ნამდვილად მინდა ყველაფერს ნამდვილად ვერ იმასა მაგრამ გარკვეულწილად ალბათ ხო ახალი სახები ფაქტიურად არ ჩანს წერების რატო ხო არის აკამო თითქმის არა ხო არა აკას და ორაშულს და იმათ არ გულისხმობ აი უფრო ახალგაზრდები და რა ისეთი რომ მართლა სერიოზულად დაინტერესდეს ხალხიან რაღაც კითხულობენ მაინც რა ვიცი მაფიქრე მაგათ ნაწარმოების კითხვა უკვე კარგია ხო რომ დაიწყეს მაგათ ნაწარმოების კითხვა თორე აი თუნდაც შენ ერთ ადამიანს გაუჩნდა სურვილი რომ გააკეთო წინი ეგ რო არ იყოს ხო იმათ ნაწარმოებს რო არ კითხულობ შენ შეიძლება არც გაგჩენოდა იმის სურვილი რომ მე გავაკეთებ და გამოუშვებ იმიტომ რომ იტყვი რომ მაინც არამედ წაკითხულობ ქართულს შენ რას უსმენ? არაფერს ვერ ამბობ. რა ვიცი, вообще საერთოდ უსმენ New Age-ს რა. ხო? კი. აუ, კაია. რა ვიცი, უფრო მომწონს. აი როცა დამშვიდება რაღაცა. ჩემთვის როცა უსმენ და როცა ცეკვავი და მაშინ უფრო სხვა სტილს უსმენ ელექტრონულ მუსიკას ან რაღაც. და როკსაც უსმენ. კი, როკსაც უსმენ, მაგრამ ისეთ როკს. Lights. ამა breakbeat-მა დამაინტერესა ძალიან ამ ბოლო დროს playlist-ში ჩავყრე ხოლმე სიმღერებს და როგორია ხო ნუ ახლა ვოკალი იმდანად არ აქვს და პროსტი მუსიკა რა თქმა უნდა ენერგიული და არ მეფიქრება ხოლმე და არა და ამ ბოლო დროს მუსიკამ გრუზავს უკვე რატო ესე იგი არ უსმენ იმ მუსიკას რაც შენ სიამოვნებს მუსიკა რომ მოსმენ მგონი არ დაგრუზავს კი რა არა სიამოვნებით კი სიამოვნებს მაგრამ იცი რა ხდება აი რაც ტექსტი ხო აქვს ამ მუსიკას და სიმღერებს და რაც და ამ ტექსტს რო უსმენ ძალიან ხშირად ისე ამთხოვა ხოლმე რომ ისეთ რაღაცებს ვარჩევ რაც წინასწარ არ ვიცი ნამდვილად პირველად შეიძლება მოვსნა მაგრამ ისეთი ტექსტი აქვს რომ აი ზუსტად რაღაცნაირად რაც მტკივნეულ ადგილას მირტყავს ხოლმე და სიმღერა კი მომწონს მაგრამ ტექსტი არ მოგწონს ეს არ მინდა ეძახი ხო არა და ეხა ინგლისური ისე ვიცი რა თითოეული სიტყვა მესმის და რა ვქნეს არ როგორ მომაცალო ეს ტექსტი არ ვიცი რა თიხას მოიც შენ ღებავ შენ თვითონ ხო მე გავლაკავ მომწონს რა და ისა არ არის ხო ძალიან ძნელი ძნელი ყველაფერი თუ თავი და ყველაფერი ძნელია ან ხო რომ გიყვარს გააკეთებ არ არის ან ყიდულობ შენ თვითონ თიხას ხო იტალიური თიხები რო არის ხო იცი გეცონება კუბიკებში რო არის თეთრი თიხები ისე და დადებ და 24 საათში გაშრება მე გააკეთე აი რბილია ხო ჩვეულებრივ თეთრი თიხაა ჩვეულებრივი რა იყიდი მე იმას გააკეთებ შენ ფორმას მიცემ როგორიც გინდა გახრიტა ხო ნუ იმას გავუკეთებ და მე გაშრება გავუკეთებ რაღაცა წკწკწკფემერს დოკუმენტებს და მე გავაკეთებ ანუ ეს ისეა შენახული რომ არ გაშრეს ხო რო იტალიური თიხა ეხლა სადღაც მოზელილი რო აიღო და გააკეთო იმას უნდა სპეციალური ქურა რაშიც გამოწვავ რაღაც 300 გრადუსიო თუ რაღაც ძალიან დიდი ტემპერატურა უნდა და ეს თავისით შრება ერთ დღეში ხო 24 საათი ჭირდება თავისით გაშა არაფერი არ ჭირდება ნუ ეს ისეთი ის არის სპეციალურად მაგისტრის არის რა და რო გააშრობ მე ღებავ ხო მე გუაში თან რა ვიცი რაც გავს რა და გააკეთე და დაიკი თუ კი გიყვარ შენ არ გიყვარს ხო გიყვარს მე მაქვს რაღაც სამაჯურები მაგრამ ჩემი გაკეთებული არ არის ისა ნაყიდი და ხოთა შორის რა ჯობია მართლა შენთან რო გააკეთე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჯერ გიყვარს უფრო ბევრად ხო შენი გაკეთებული რა უფრო გიყვარს და მეორე საერთი ახლა ისეთი რაღაც შეიძლება იყოს რასაც იყიდი რომ რაც
რაღაცა ელემენტი მოგეწონოს, რაღაცა არა და შენ თორე გააკეთებ, ესე იქ ყველაფერი მოგეწონება. იცი, იმაზე ვფიქრავდი ამას წინა ზუსტად, რომ ჩავებს რო გაძლევენ. ხო. იზიარებ ხოლმე ჩავებს? ნუ უსმენ, მაგრამ ეს მოსმენთ ყოველთვის უსმენ. არასდროს ადამიანი რჩევა მომცეს და აი, არ მაინტერესებს და რა. ყოველთვის მოусმენ, მაგრამ განაცხადება ჩემზეა. მე ხშირად ისა მემართება, რომ კი, რა თქმა უნდა, მოსმენითაც უსმენ და ხშირად ისა მეჩვენება, რომ ძალიან კარგია და ჭკვიანურია და მინდა გავიზიარო, მაგრამ მე ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის პირიქით ყველაფერს. რასაც მეტყვიან არის ავტომატურად ეს სპეციალურად კი არ ვაკეთებ. ისე გამოდის, რომ მაინც პირიქით ვაკეთებს. არცი თითქოს. არა, პირიქით ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა. დიდი ათახია თუ პატარა? ნუ ჩვეულებრივი საშუალო რა ვიცი. დიდი არ არის საშუალო. ჩემი და ხოთაშო ჩემი ლოგინიც მაქვს მე თვითონ მოხატული. დამაინტერესა. დამოდირი. დამაინტრიგა. აქედან მივდივარ ჩვენთან. მოხატე სულ ესე იგი მე გავლაკე მთელი ზაფხული ხატე შარშან რა. სულ. ოკეი. ესე იგი რამდენი გამოვიდა? 3 ნახატი გამოვიდა, 3 კომპოზიცია გამოვიდა. ესე იგი და ეს თავი, 2 ცალი და აქეთ. სო ეს ორნამენტები. აქეთ იყო სუნისა გახატული. აბა შევეცადე რა ვიცი, რამდენად გამოვიდა, არ ვიცი. როგორ არის? კი ხდება სხვათა შორის ისე. ატარებ ესე? კი, რა ხანდახან ვაკეთებ ხოლმე. რაინები ვიცი? და ინგლისური ვიცი. რუსული ხო ვიცი? და ინგლისური ისე არ ვიცი რა თქვა რომ მაგრამ ვიცი რა მესმის რაც ამობენ და დავაპარკება ჩემეძლე. აიო. ანუ აქცენტზე და იმაზე ნუ გავკითხა. აქცენტი. არ გინდა ისე სადმე წასვლა საზღვარგარეთ არაფერა საცხოვრებლად? თუნდაც აბა ცოტა 1-2 წლით ხო რა? სულ საცხოვრებლად არა. ესე რა ნახო. რა ვიცი, აი როგორ გითხრა ახლა. არ გაქვს სურვილი. არა, დიდი სურვილი არა. მაგრამ მე იმდენად მე კარგად ვწნობ თავს რა, სადაც ხო. აი, ან არ გაინტერესებს მაგალითად რომელიმე ქვეყანა. არა, კი, ტურიზმის ხო რაღაცა მე ვთქვი, თვითონ აი საცხოვრებლად რაღაცა არ მაქვს. თუნდაც 1 წლით არა. არა, მე არ მაქვს სურვილი. მე კარგად ვწნობ თავს ჩემ ოჯახში, ჩემ მეგობრების წრეში, გარემო და კარგად ვწნობ. არ მაქვს ეს მომენტი. მე ვფიქრობ ძალიან დიდი ისაც არის რა, ანას კი სამგზავროდ როგორ არა მაგალითად ეგვიპტეში წავიდოდ ის სიამოვნებით ნახავდი პირამიდებს ვენეცია უფრო აზია რა ევროპაზე მეტი რატომღაც უფრო აზია ხო აზიაში რატო აზიაში მაინცამა არა უბრალოდ აზია უფრო მეთქი რა თორე ისე არა გამიკვირდა რა ვიცი იშვიათია მე ვისაც ვიცნობ ყველა ევროპაში მოგზაურობაზე ან ამერიკა ან ევროპა და აზია უფრო ნაკლებად არა აზია მაინც ისეთია. რატო ინდოეთი? ეგზოტიკური. ხო, ჩინეთ რატო? უფრო საინტერესო მე ვფიქრობ, უფრო რაღაც მომენტში. სხვა ის აქვს რა. მაგრამ მაგაც საჭმელებს. ვაი, ვერ. მოლუსკები და კრაბები და რაღაცა მოუხარშავი შემწვარი. აი კი არა. სუშები. ეს რა ქვია? რა ქვია იმას? იაპონელებს რო აქვს საფირმო კარტ უმითავზე სუში ხო სუში და როგორ უნდა მიირთვა სუში მე არ მესმის იცი რა ისეთ სანენებლები აქვს რაღაცა ცხარე კი მაგრამ ხო უმია ხო რა სუის პროდუქტია მაინც რა ცხოველური ხო არ არის სუის პროდუქტია და მაინც შეიძლება რა ხდება რა გაწყდა ყველა კაცო ეს არის ისტორიული ბლოკნოტი, ესე იგი. აბა, რა ისტორია აქვს? რა ისტორია აქვს და ჯერ ერთი ხო? რა? ესენი წერია რაღაც ტესტების კითხვები. მერე წერია ანდაზები. აუ, დაჟე რა წერია? რა წერია კი არა ხო, დაჟე რატო კიდევ რა წერია? როგორ მოიქცევი თუ? და რაღაც ვარიანტებია რა ჩამოთვლილი. და ერთ-ერთი ვარიანტია როგორ მოიქცევი თუ ლიფტში გაიჭედე. აჰა, ტესტია? ვა, საინტერესო. შენ დაწერილია, ხო?
ხო, არა, იცი, ნახულობ ინტერნეტში რაც არის რა ნახულობ ტესტებს, ვიღებთ. ოღონდ ამას ის არ აქვს, სავარაუდო პასუხები და ისინი. შედეგები არა აქვს. აი რა რამის მოვაგროვებ და უბრალოდ კითხვები. არა, იქ კი იყო თვითონ ტესტები, მაგრამ მე ახლა მთლიანი ტესტ ხო არ ამოწერდი იმ ხოლმე რაღაცებს და უბრალოდ კითხვების სახით ამოწერ. ამიტომ როგორ მოიქცევი თუ ვიღაც მოყვება ბნელ ქუჩაში? მე როგორ მოიქცევი? ლიფტში თუ ქუჩაში? სხვადასხვა რაღაცებია, რამდენიმე ვარიანტია. და მე მისო, ეხლა შენ კითხვას, როგორ მოვიქცევი? ნაცნობი თუ უცნობი? ვიღაც. ვიღაც. გადავა გვერდზე. რა ხო გავყვები გვერდზე, თუ გადავა გვერდზე. მე თუ გადმოყვა ისიც? მე რა კეთ გადმოვა? და ზიგზაგებს. მანამდე ვიღაც გამოჩნდება. ხო. სინელით გეშინია? აუ, იცი რა არის? აი, ამ ბოლო დროს მივაჩვია კი არა, აღარ მეშინია. გაიზარდე. არა, ხა ბოლო 2 თვეა მეტი კი არა. შიში ქონდა, ხო? კი, აი მარტო ბნელ ოთახში ვერ რჩებოდი და ახლა კიდე რაც ღამე ვეღარ ვიძინებ და რაღაცა უკვე ვერანაირად აღარ მოქმედებს სიგნალი ჩემზე პირიქით უკეთესად. და ძალიან შევეკვა და პირიქით რა თენდება ხოლმე, მაგრამ ვერ ვიყანა დღე უკვე რაც ღამე მირჩევნია. რაღაც ისე სიწყნარეა თან სიმშვიდე თან არავინ არ გაწუხებს თან გარეთაც ხმაური არ არის და რაღაც კარგი მსარი მომენტია. შენ რომელი უფრო გიყვარს ღამე თუ დღე მაინც? დღე. ყველანაირ ასპექტში მეცადინეობის მხრივად ისედაც დღე მიყვარს ღამე. ღამე ხო მეც არ ვიყავს რაღაცა მოახდინა ეთყობა გავლენა რა ჯერჯერობით. შენ რომ მე ისევ მასკნა. აი ესეც არა ვარა ხო რომ დღე არ მიყვარდეს და რაღაც არა ხო რა თქმა უნდა. უბრალოდ ღამე უფრო თითქოს კარგად ხდება თავს. წარმოიდგინე რომ საზღვარგარეთ ხარ სასტუმროში გვიან საღამოთი ძალიან დაღლილი ხარ დასადინებლად ემზადებ ვთქვათ კარზე კაკუნია კარს აღებ წინორნავის გადადგამ და ხვდები რომ იქ არავინაა უეცრად კარი იკეტება და გარეთ რჩები შორტებსა და ჯუსტებში შორტებს არა ხა ღამის პერანგსა და ჯუსტებში ნუ ბიჭი ხო ხა შორტ რასიზამ და არაფერს არ შევიმჩნევ ისე ძალიან შვიდა წნარად ჩავა ქვემოთ პირველ სართულზე მიხო პორტიესთან ტკტკ ჩემი კარები გამიღეს მეთქი ამ მოვალა შენ ესე იგი ძალიან ხარ როგორ ამბობენ ხოლმე მაგას მოხერხებული ხო არ შევიმჩნევ ხარ რა ხო და დავიწყებ ტირიას და ვაირია ვაიმე პერაგი მოცია მიშოთ თქი არა ნე ჩავამ შვიდა წნარად და მე პარტია თუ არ დაგვდა ღირსი იქნები კიდე რა პარტია თუ არ დაგვდა აღჯდები დაველოდები ღამის პერანგში შუა ზამთარია ცივა სასტუმროში ხო იმედია კაი სასტუმროში ვიქნები მაპატია დავჯდები შვიდა წნარად თუ კაი სასტუმროში ვიქნები კიდე ვიღაცა მოიძებნება ისეთი ვის რაღაცა ესეთი კითხვა გამოკითხვის ვარიანტში ვაკეთებდი, მე რა გეტყვი რა ვარიანტები დამწერეს კიდე. ქვეყანა სანდუნაც მსოფლიოს რა მართავს? აი ეს ზოგადად ხო მართის საერთოდ რა რაღაც. ცნება. ფული მართავს, სიყვარული, ქაოსი, ანუ წესრიგობა, ხალხი, შემთხვევითობა, კანონზომიერება თუ დანაშაული? კანონზომიერება შენი აზრით კანონზომიერება. თუ კანონზომიერება რო არ იყოს. მე რატომღაც მგონია ხოლმე ხანდახან რომ შემთხვევითობაც რას მომწ. მაგრამ მართვით ვერ წარმართავს. ვერა, რაღაც კანონზომიერება მაინც არის დაცული რა ადამიანების ცხოვრებაში. ხო. და მე რაც გამოკითხვა რა ჩავატარებ, მე თქვენი ვარიანტები ჩამთავაზეთ მეთქი და ზოგმა თქვა შური, შური მართავს ქვეყან დედამიწას? ხო. ნუ ეხა ადამიანები რა კატეგორიის ადამიანები ხო შურ არ გონებდა ხო აბა მე შენ ზოგმა თქვა გონება მართავსო ზოგმა შიში ბრბო რაო კანონზომიერება მუსიკა ესეთი პონტია და ყველაზე მაგარია ამერიკა